რა ჯანდაბა, უკვე მესამე წელია ახალი წლის ღამეს მე მიწევს მორიგეობა. საშინელება, ვენეციის ჩემები როგორ მელოდებოდნენ. მაგრამ რას ვიზავთ? თავარია ბავშვის ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა. დანარჩენები სად არის? მიმღებში. ჩივილები? ელენე ტორონჯაძეს, ნიკას დედას აღენიშნება გულის მცირეოდენი არითმია, ნერვიულობის ფონზე. მალე შევატყობინოთ, ჯობია რომ ბავშვის ოპერაციამ კარგად ჩაიარა და კარდიოლოგთან გავუშვათ. დანარჩენი? ლაშა ტორონჯაძეს აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების ძლიერი დამწვრობა. პირველადი დახმარება აღმოჩენილია, შეიძლება საოპერაციოც გახდეს. ისე ბეწვზეა გადარჩენილი. რა საშინელებაა, გუშინ ცოლი შეურთავს და დღეს ასეთი დღესია. აბა, როგორც ვიცი, პატაფერაძეს ჭრილობა დაუმუშავეთ. კი, და ახლა დანიშნულებას ელოდება. მართლაც რა ბედი გქონიათ? ამ ახალი წლის ღამეს ესეთი უბედურება. და ჩვენ მუშაობაზე ვწუწუნებთ. ხო. ეხლა ყველა შევატყობინებთ, რომ ნიკას ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა და დანარჩენებსაც მივხედავთ. ხო. ახალ წელს გილოცა. უკვე 12 საათია. მეც გილოცა. ნიკა. როგორ ხარ? ნიკა. გამარჯობა, ნერვიულობთ. ნიკას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, უბრალოდ ახლა სიმშვიდე ესაჭიროება და სამწუხაროდ პალატაში ვერ შეგეშვით. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა ეკიდობთ. ეხლა თქვენს მოგხედავთ. ელენე, თქვენ თუ შეიძლება გამომყევით კარდიოლოგიის კაბინეტში, ლაშა თქვენს, პატა თქვენ ცოტა ხნით უნდა დაგველოდოთ, თერაპევტს გამოვიძახით. კი ბატონო, დაგველოდოთ. გაშვები, ლაშა. ხო, საყვალება. ხო. ნიკა კარგად არის კი. ხო, კარგად ჩაიარა ოპერაციამ. ხო, მეც ახლა ჭრილობა დამიმუშავეს და თერაპევტს ველოდები, ხო. არ ვიცი, გონი მესამე სართულია. რა არის რო? აქ ხარ? სად ხარ? სად? მოდი, მოდი. როგორ ხარ? აქ ვარ და აღარ სათანწავა. სახლი. ელენე, ტელევიზორი. ტუალეტი. თავი. წყალი არ მოდის, არადა სურამიდან ვითმე. გარას უყურებ. უნიტას უყურებ, მომენატრე. ლაშაბიძე, ნახე სიმაღლეში მოვიმატეს. მოდი. რა? მოდი. მე რაღაც მოვიმატებ ნიკა. ვა, შენც მოვიმატეს სიგანეში. შენ ეხლა ელენე, რო გეუბნებოდი რაღაც გრჩება მეთქი, რაღაც გრჩება. აი, ეს ჩანთა დაგვრჩენია, ამ ხელა ჩქი. ლაშანეტა მაგ ჩანთის მაგივრად მე დავრჩენილიყავი. რა გვინდოდა პატრიკეთში? რა გინდათ, მე მომეწონა, მშვენიერი ბუნება იყო. სად იყო მშვენიერი ბუნება? სადა? გზაში მშვენიერი ჭადრის ხეები. მიდი გადი აივანზე, სუფთა ჰაერით ჩაისუნთქე, მე მანამდე დედას დაურეკა, ვეტყვი რომ ჩამოვედით. ლაშავიძია. ნახე როგორ იყო. და ჩვეულებრივად არეკი. დეი ნახე ლაშავიძე ეტყობა მიჩოვილია სოფელში რო ასე ეკავდა. პატა, ნუ წუწუნებ, გაგი. არგი, წუწუნებ რა არის, ახლა შემიძლია ზურგი ისე მეწვიდი და ნუ ვიწუწუნებ, მე ვწუწუნებ, ჯერ ესეთი რა ლაპარაკი, აი მე ხელი გამიშოვში მე ხო, პრინციპში მე ვწუწუნებ, აბა მე იცი რა წუწუნებ, იმიტომ წუწუნებ, რომ მთელი ზურგი მაქვს საშინლად დამწვა. რა გინდოდა მზეო, რატო დამწვი, რა გინდოდა ვერ გავიგე, ჰა? პატა, ეთყობა მზეს შენი სიამაზის შეშურდა და იმიტომ დამწვა. არ გინდა ეხლა, არ გინდა თეკლა რა ეს. პატა, ამდენი ქვა რატომ წამოიღე, გამაგებინე რაც გინდოდა. რა? ამდენი ქვა რატომ წამოიღე? რა გინდა, რა ლამაზია, მე მომწონს, ძალიან მომწონს. თეკლა ნახე ჩვენი ცუდი დასვენების სანაცვლოდ ბუნებამ საჩუქარი გავიკეთა, შეხედე.
ბატა, ბუნებამ საჩუქარი კი არ გაგვიკეთა, რომ მივდიოდით და გითხარი, ავინის კარი არ დაგჭირს ღიამით კი დაგჭრა და რომელიღაც ჩიტმა ბუდე გაიგე. ვაიმე, თეკლა რა მაგარია ნახე წერცხები თეკლა. აუ რა მაგარი ეს რა ვქნათ იცი ესენი შევინაოთ. მე გამოვჩეკოთ. მე მოუვაროთ და მე ბატონი გვეყოლებოდა და თბილად გაგვასცენდება. როგორია, ჰა? კარგი, ბატა, რა, თბილად გასახსენებლად ისი წვეყოფა, მთელი ზაფხული ოზურგეთში რომ ვისვენებდით უაზრო. ჩავედი სახლში და ისიც შენ ლეიბზე ჩაგეძინა მე მზემ დაგწვა გადაკვეთე თურქეთის საზღვარი და 1000 ვარით დაგაჯარიმო. კარგი თეკლა რა მოგივიდა თქო თუ გიყოლ ვარ დავიტოვოთ რა ძალიან თქო. შენ ხო იცი მე როგორ მიყვარხარ. შენი გულისთვის ზურგზე ერბოყარ შევიწო ოღონ დედას ფიცა ვარ მართლა შევიწო. მართლა გეუბნები. კარგი თქო. კარგი ხო, კარგი დავიტოვოთ. შენ რა კენაღურება 15 წუთით მაინც იყავით. შუასხაში როგორ ჩაგეძინა მართლა. როგორ ჩამეძინა და ეხლა რა მოხდა გითხრა რა ესო ლეიბზე ხო ვიყავი წამოყვი მე ვებჯდები ლეიბზე ხო ვიყავი წამოწოლილი და წარმოგიდგენ რა ხდება არაფერი ზღვაში სიცარიელე უაზრობა სირსე რაღაც თან ეს ლეიბს ხო არ წევს ეს ტალღები და მოვიცენთ ხო თან თავს ეგ წევა საერთოდ ხო და მოვიცენთ ხო ხდები მოვიცენთ და რა გავაკეთო უყურებ მედუზები რა მედუზები ესე წყალში და ესე უყურებ ამ მედუზებს ესე ამოვლენ იბერებიან ესე იბერები იფუჩები ხო ხდები და ესე უყურებ ამ მედუზები ესე იბერებიან აქ თბილისში კოღოები არ მკვენენ. მე პატრიკეთში არ მკვენენ კოღოები. ბავშვებიძია, კოღო სისხლს წოვს, ხონს კი არა. ხათაშორის მეც მიკვინა კოღომ ტუჩზე. მაგინა გიხდება პუტკურა ტუჩები. აუ მართლა როგორ მომენატრა პატარა ოთახები. პატარა კიბეები. პატარა სპილო. Pumpula divani. ვა, ციგნები. ასე თუ მემენატრებოდა არ მეგონა. რა მემენატრებოდა? დედა ლაშაბიძეს უთხარი რომ რა დამცინის. კარგი რა ლაშა, რატო დაცინი? ვერ გავიგე. რეიზა დაცინი, ბოშ. მე თუ წელს კლასში ჩავჭირთოდი არ მეჩხუბოთ ისეთ ადგილას დამასვენეთ რომ აუ დამცინებენ ბაღნები კლასში აუ რეს ლაპარიკო კარგი მე წავედი ელენე სამონტები თვითონ დავისვენებ და 6 საათზე გამახვით რა იყო ელოდები ვინმე არა ტელევიზორში 6 საათზე მყრები უნდა გამოაცხადონ და ნო კარგი იყო დედას გეფიცი. ატა. აი მე ბოდიში. აი მე თეკლა რა გამიკეთე ეს რა არის. მე ბოდიში. არა უშავს ხო და გითხრა მე რა მოხდა მე გამეღვიძა. ხო და რო გამეღვიძა ეხლა ვიფიქრე რომ ისა რა ქვია. რა გავაკეთო მეთქი ხა და მომში წყალმა ხო მოშება იქ საერთოდ ხო და რა ვქნა საჭმელი საიძა და დავინახე იქ სადღაც სიმინდი ტივტივებდა მოხარშული სიმინდი ტივტივებდა და რა ვქნა ეხლა ცოტა ნაკვეთშები კი ქონა მაგრამ მაინც ავიღე ხო ხდები და ავიღე იქ წყალში ამოვავლე წყალში ჭამე გადამიარა და ამასობაში თურმე თურქეთის საზღვარი გადაუკვეთე ხო და აი ესე ასე სუდათ არ დამისვენი არასდროს მაგრამ ყველაზე ცუდი რა მოხდა ზურგი ხო დამეწვა საშინლად ხო და რო ჩამეძინა თურმე პირი დამრჩენია ღია ხო ხდები ესე აი ესე მეძინა რა ხო პირია ხო და ხახა დამეწვა თეკლა შენ ულამაზესი ხახა დამეწვა შენ ხდები ეხლა რას გელაპარაკები საერთოდ ვაი პატა კიდე რამე მოგიტანო აისბერგი მომიტანე უნდა წამოვწე და ვიკოტრიალო არ მინდა არაფერი არ მინდა აი წამოვწები და სული შემიბერე აი კისერი მეწვის საშინლად რა აი მე ვაი მოდი ნელა ხელს უმკიდებ არ მინდა არა მოიცადე აუ ესე როგორ წამოვწია მოიცადე ერთი წუთი აუ რა კაია წამოწოლა აუ როგორ და მიდი შემიბერე თეკლა მიდი შემიბერე სულები აი კისერი ნელა ჰო მიდი ო კარგია ცი ხო თან მელაპარაკე მიდი პატა ორივეს ერთად ვერ ვიზამ რატო ეხლა ხო რატო ვერ ვიზამ ხო მელაპარაკებია რა კი ხო და თან სული შემიბერე მიდი ეხლა მიდი თეკლა ძალიან ცხელი ვარ კი
ისე დამფრამდე თუ ესე ვიქნები გადასახადი მოგივა ცოტა ხედა ყველაფერს და თავის პლუსი ხო? ხო, მიდი, შენი ბერი, ვაიმე რა კარგია. ვაი. ვაი რა კარგია, მიდი. ვაიმე, კარგია, რა კარგია, წამოწოლა და სულ გიბერავენ თეკლა. მიდი, თეკლა. აბა რა იყო კარგი ვერ გავა. გაუხმეს ფრიდონს რა. ამ ხელა ხალხმა მათქევინებს ამ თავის ჩანთარ. აი და დე, ნუ ამძღავსო, ნუ ისაც ნეკნი აქვს გატეხილი. ვაიმე და როგორ მეწოდება საწყალი? მეტი უნდა მოსლო და ტექნიკა უნდა გაეტეხა ძროხას, ფეხით უნდა სახეში მოერწყა. კარგი რა დედა. კარგი კი ხო, კაი გაჩერდები, კარგი. ისე იმ ძროხასაც რა დაემართა, რატომ დაარტყა? რა დაემართა შვილო და რო დადგან შუა ეზოში და სისულელების რეპეტიცია რომ დაიწყო, მოეშალა ნერვები ძროხას უყურა და მოარტყა მე. მე კიდევ ვაპირებდი ასეთით დამასრო უბრალოდ. ხომ გითხარი მასენ ვლაპარაკობ მეთქი არა მეწოდება. დედა საწოდების კერე ჩვენა ვარ. ადრე წამოგვიყანა სართიჭალიდან როგორ კარგად ვისვენები. თანამ წავიდით მანამდე დაერწყა იმ ძროხას და საერთოდ აღარ წავსულიყავით. რატო რა მოგეწონა სართიჭალის? ასე საშინლად არასოდეს დამისვენია. კარგი და გაიხსენე შულო მე შენ და ემსარმა რომ დავისვენეთ გდანულაში. კარგი და დედა იქ ჰაერი მაინც იყო. სამაგიეროდ აქ ყოღოები არ იყვნენ. ყოღოები იმიტომ არ იყვნენ რომ უფრო დიდი მწერები ჭამდნენ. ვაიმე, კარგი რა მოწოწუნებ დედიკო. იცი როგორ მოგიხდა სართიჭალა? ხო, შენ ყველაფერი გიხდება დედა გენაცვალ. ნერვიული მომხატავს იცი საწანგი ხარ. სადა აგარაში. რასოძებ და ფრიდონის გასახი. ხელში რომ გიჭირავს მაგას ხო? ვაიმე, გავუშტებს. დედა. ავახოთ ეს და მოწეწო საკმელი ჩავდე. ჩვენ ჩართაში არ ჩავდე რომ სუნიაღვა მეთქი და აჰა, უი, წვენი გასულია შვილო. არა კვერცხები გატეხით. იყოს ჩანდავს, მაგრამ არაფერი არ უდეს და შევაგდები ხოთა. შევაცურა ფესზე. აი ესე. თავი გაგიხმა ფრიდონშე. და კარგი სახში რო არ არის. აბარა, წყალი რო არ მოდის წესიერად ვერც ვალაგებ. ლაშაბიძეს კიდე არ გაუღვიძია? არა, ლაშაბიძიამ თქვა დაღლილი ვარ, მარტამდე არ გამაღვიძოთ. რასუნია? ხონიკა მაწონი დაგჩენია გარეთ. და გაფუჭებულა. ჯანდა ბარა ეს წყალი რო არ მოდის რა. პატრიკეთი და მესიზრა და ვიფიქრე წყალს მოუყვები ამ კოშკს. რასუნია? მე რას ვიყურებ, მე რა შევშორ, მაწონია გაფუჭებული და მაგის. მე კიდე რა არ ვიფიქრე. ნიკა, აბა ეს გასინჯე, სუნი გემოსიგეთი როგორიც სუნი? მიდი გასინჯე. ნიკა, მიდი რა გადააგდე ეგ მაწონი. მე მიჩვეული ვარ ამ სუნს. პატრიკეთის საძნებელში სულ ესეთი სუნი იდგა. ბავშვი თუ მიჩვეულია? იყო სახში. მე შორს გადავჯდები და ეგ არის რა. აუ, კარგით რა ხალხო, ვინმე გადააგდეთ ეს მაწონი. ნიკა, ეზოში ჩასვლას ხო აპირებ? არა, ეზოში რო ჩავიდე ბავშვები დამცინებენ და არა. რა მაგარია, სწორად ქვიწიანდება. მე წევედი ეზოში. ვაიმე თეკლა, როგორ გარუჯულხა? შენ. როგორ ახარ თეკლა? კარგად, თქვენ? რა გიცი კარგად? რა? კარგი ელენე, რა შენ მაშინაც ორსულად გეგონა, ლაშას ნამცხვარმა რომ მომწამლა. ხო, და სად იყავით, სად დაისვენეთ? ხო,
დაისვენეთ. ხო. და სად? თქვენ სად იყავით, როგორ დაისვენეთ? ჩვენ თურქეთში. ძალიან მაგარი იყო. თურქეთი კარგია კი. ნიკა, შენ რო ამბობდით ეკლა ძალიან მომენატრა, მიდიდე ჩაეხუტე. რაიმე, ნიკა, როგორ დაისვენე? იცი რა არის? რაიმე, ძალიან კარგად, ხო, დედიკო, ძალიან კარგად დაისვენა. რაიმე, ნიკა, რა არის? ოღონდ გიკვინა? ებმა. ვერ გავიგე? კოღოებმა. კოღოებმა უკвинეს? კი არ უკвинეს, დაგლიჯეს. საშა, შენ როგორ ხარ? პატა, მთელი ზაფხული შენ გახსენებდა. მოვენატრე ალბათ. არა. ხო, ეს მდინარეზე დიდი ბაყაყი იპოვა, ლაშას გავსვა და ლაშა დაასვა. რაიმე, თეკლა იმდენი მაქვს შენთვის მოსაყვანი, საღამო შემოიარე და ბევრი ვიჭორაო. კარგი. ერთი წუთით. ხოდე? ბოდიში თეკლა. ხო, რატომ შემოვედი? პატა, სამწვარი აქვს ზურგი და მაწონი ხომ არ გაქვს? კი, მაწონი, რა პრობლემა? აი თეკლა მაწონი. რაიმე, დიდი მადლობა, ლაშა გამიქცევი პატას უშველი. უშველი და რო წავუსვამ მაგ მაწონს, მე საღამოს შემოირბინეთ, მოვყვეთ ძალიან დამაინტერესა იმ ბაყაყის ისტორია. კარგი. დროები. მადლობა. დროები. წავიდა თეკლა? კი, დევიტანჯე. საღამოს შემოვალ და ვიჭორავთ, როგორ დავისვენეთ. ნუ ეხა მე ვერ მოვყვები როგორ დავისვენეთ. ნიკა კიდე ვერ მოყვობა. ხო და ისე ელენე სასტრაფოდ უნდა მოვიფიქროთ, სად დავისვენეთ კარგ ადგილას. რა მინდა ლაშა მოფიქრება? პატრიკეთში სულ მაგაზე ვფიქრობ. ესე იგი, მოდი ახლა თქვენ დაგათვალიერებინეთ ჩვენს სახლს. მოკლედ ეს არის ჩვენი სამზარეულო თან მისაღები ოთახი. მოდი ახლა ყველა ერთად წავიდეთ და დავათვალიეროთ ჩვენი საძინებელი. აბა წავიდეთ კვერცხებო, ყველა ერთად წავიდეთ. კარგით, მაშინ მოდი დედიკოს დაველოდოთ და მე ყველა ერთად წავიდეთ. დედიკოს დაველოდოთ კვერცხებო და ყველა ერთად წავიდეთ. მოდი, ეს არის ჩვენი საძინებელი ოთახი. ვედი, ხილად. ოპა, მოდი კვერცხებო, მოდი. ესენი ჩამოსულა. პატარა კვერცხებს იავნანას არ ვუნდა. კარგი, თეკლა, რა მოგვიდი, ერთი იავნანა რა მოხდა? რამე იყო და მე რომ მოგწასოს ეს კვერცხები, ხო ხტები, მე რომ ვიპოვოთ ხო უმღერებ და გაახსენებ ჩაგეხუტებია რა გჭირდება. ერთი იავნანა რა მოხდა, ვერ გავიგე რა. ვაიმე, ჩამოსულა ჩემთხოვი დავრეკე გუყოზარი და როგორ ზანდებით ქალბატონო ნუკა, როგორ ზანდებით? მოდი, თქვენ ასე დაგმალავთ თორე გადაგსანსალავთ ეს კვერცხები. როგორ შეცვლილ ხარ, როგორ გამხდარ ხარ, როგორ გარუჯულ ხარ. მოკლედ როგორ ჩაქცვენია თვალებიც არ მოწოს, დედაშვილო ხომ კარგად ხარ? კი კარგად, თქვენ როგორ დაისვენეთ? აი მე არა ჩვეულებრივად ნუ მკითხავ, ამაზე უკეთესად არ დაგეცვენოთ თქვენ. და სად დაისვენეთ? ნუ მკითხავ რა. მაინც სად დაისვენეთ? ხო გითხარი, ნუ მკითხავ მე თქო, გამოიწვია. პატა, ეხლა შენ მითხარი როგორ ხარ? რა ვიცი, მე ძალიან გამიხარდა ქალბატონ ნუნუკა, თქვენი ნახო უბრალოდ ზურგი ისე მაგ დამწვერო სახე მაგ დაჭემულ და მიმიკით ვერ გეფერებით თორე. მიმიკით დამწვარი აქვს ზურგი, ნუ მდედა არ ატკინო. ვაიმე, რატო უნდა ვატკინო? რა გწვენია, პატა, ამ ხელა კაცი კაცზე. კარგი, არ არის ასე სანერვიულო დაწმადი ქალბატონო, ასე ძალიან ნუინერვიულებ, დამშვიდით ყველაფერი კარგად, არ ასე ძალიან პატა, მე მეშინია, რამე სერიოზული აქ ჭირდება, არ გიმალავდნენ. გასაგები არ ვიდა, არ იქა. ნუ მდედა, დაბრძანდით. კარგი, თეკლა დასაბრძანებლად საცალისე თუ ჩამოვჯდებით ცოტა. ჩამოვჯდები, ხო რა ვიცი და დაბრძანდით, ხო, ეს შეიძლება გავიღო.
ვაიმე, ნახე, შეამჩნევდი ალბათ ხელსარიელი არ მოსულა. ვაიმე, რატომ შეწუხდით დედა? ესე მომენატრეთ, ეხლა სადაც ვისვენებდი, იქიდან ჩამოგიტანე ქვა. და რა, ციცილს რო შეწვავ, ამას დაადი და კარგად შეიწება. ვაიმე, დიდი მადლობა ქავატონუკა, სხვათა შორის ჩვენს ჩამოგიტანეთ საჩუქარი. საჩუქრები. ხო, აი იქით ტომარაში. მართლა ხო, ტომარა გვაქვს კენჭები და სახეს რო გააკეთეთ, მოაყარეთ ხოლმე ეს კენჭები. ძალიან დიდი მადლობა. ისე ძალიან გემოვნებით არის შევშევი. კარგია ხო? კი, რიხის აღარა კარგია ხო? ბატა, მოდი მომიყენე ხა. რამე ახალი მომიყენე. მოდი. ხელისქნებები ის ქავატონუკა. მოგიყვეთ დაუცი. უიმე. რა? ქავატონუკა. ისი თქვენ მეკვერის ხებინა. ვაიმე. დიახ, მართლა, ჩიტის კვერცხებია. ხო, ჩიტის კვერცხები. ხო, არა. რაი, არ ძლაკა, მოდი გაწევ, მოდი. მე არ გიდა ის იქნება არა. ნახე რა საყვარელი კვერცხი რა? უი, ჩიტის კვერცხი. რა კარგია ჩიტები ყოლია და წავალ ახლა მეცი რა. ხო, მე შემოგივლით. კარგად. დიდი მადლობა ქვის. ნახომის ქალბატონო. გითხარით ეკლა რო შემოდიოთ აქ ჩაკეტე რა, კარი ჩაკეტე რა. უფ. ზურგი ხომ ეწოდა, არა, იმდენი მიტყამ ბეჭებში რომ ეხლა კიდე ძოლები მეჭოს უკვე რა. აღარ შემიძლია, მიდი ეკლა რა, იქ წამოწევი და მოდი მაწონის ამისი თორე აღარ შემიძლია. გაიხადა პერანგი და წადი. ხო, მოდი. არა, აქ რანაირად წამოწ. ვაი. ვიცი. გაიხადა რა. წაიღე, რას მეყურო, წაიღე. ვიცი. ვაიმე რა კარგია წამოწოლა, ვაიმე როგორ და მიდი, ოღონდ არ შენე ხო ისე წამისი, არ შენე ხო. და ისე როგორ წაგისვა? ხო, მიდი წამისი. თუ რასუნია? ხო, ეთქმა ნაგავი მიაქვს, მიდი. მიაქვს თუ მოაქვს? არ ვიცი, ეკლა წამისი, მიდი ხო წამისი რა. და თუ მე მგონი მაწონია გაფუჭებული. ეკლა კარგი რა დროს ეგარი წამისი ზურგი და ძალიან შევისუნი აქვს. წამისი ეკლა მაწონი ძალიან. გაფუჭებული. არა უშავს ეკლა. ოღი. ვაი მე აქეთ. ხარდე აქეთ, ცივი. ვაი მე რა კარგია, ვაი კიდე მიდი ხარდე. ვაი გაჩვდი. გიშვევა? გაჩვდი ერთი წუთი. აქამდე ხა ზურგი ხომ მეწოდა, ეხა მეწვის ცხვირის ნესტოები და მაჩვენე ერთი. რა არის ეკლა ეს რასუნია? საიდან მოიტანე რა არის? ყუდარის როხა მოწოლე თუ რა არის? აიღე, მომაშორე რა შეხედე. აი, მე რა მეგონა და თურმე რა ყოფილო? ჰა? ყოჩა. ვაშა, რას უყურებ? ელენე ისე მომენატრა ტელევიზორის საშლელებზე გადაცემაც კი მაინტერესებს. ვაშა, დასვენებას ნუ მახსენებ. აუ, ხო გახსოვს თუ ვინმე მკითხა, ვისვენებდით ესპანეთში. კარგი რა ელენე, სირცხვილია რა, ეხლა ამხელა კაცმა როგორ მოვიტყუ რა. რა ესპანეთი მე თუ მკითხავენ, მეთქვი რომ ვისვენებდი პატრიკეთში. და ელენე! როგორ მომენატრეთ ლაშიკო. ვიცო როგორ ახარ? დაჯეკი მოგვიყევი ეზი რა ხდება? რა ამბებია როგორ დაისვენეთ? როგორ დაისვენეთ? ძალიან კარგად. მე ბავშვები და ფრიდონი ვიყავით ოდესაში. უკრაინაში? უკრაინაში არაჩვეულებრივი დასვენება გამოგვივიდა. თქვენ სად იყავით სად დაისვენეთ? ჩვენ მაშინ ესპანეთში. ეს შეტატუჩი რატო გაქვს ესე გასიებული? რა ქვია? რატომ და ესპანეთში ხო ვისვენებდით და იქ დავიბერე დროებით მოდაშია და კი მოდიან და პირდაპირ გიბერავენ ესე. კი ფაქტიურად მოფინავენ ისე ჩქარა მოდიან. კი. ისე მომენატრეთ ელენე, ისე მომენატრეთ რომ საჩუქარი ჩამოგიტანეთ. ჩამოგიტანეთ არაჩვეულებრივი რიხის ქვა. ვაი მე რატო წუხდება? რა შეწუხება ელენე, რა შეწუხება რომ მქონდა თქვენთან გზაში შემხდათ ეკლა და
ბიჭა ხელიდან და შეიტანა სახში. რომ მე შეგედა გამოვართვით ხო? აუცილებლად გამოვართვა, აბა ხე ერთი რიყის ყვა სახში ოჯახი უნდა იყოს. აბა ისე აბა. კი, ხო აუცილებელი. ოჯახი ყვა რა არის რიყის ყვა თუ არ გები. როგორ ხართ? როგორ ხარ გამარჯობა ელენე იცი არ გვინდა ეს ხელის ჩამორჩევა და რაღაცა შორიდან მივესალმოთ ესე ერთმანეთს და აბა როგორ რა სუნია? სუნია რამე? არა. რამე სუნია ეხლა? მე ვერ ვუძლებ ყოველ შემთხვევაში. შენ ვერ გძნობ? მე ვერ ვიცი რა სუნია ეხლა. რა არის აი ყოველ შემთხვევაში წინ რომ მივდივარ ესე წინ. ხო ხტები ვერ ვუზნობ წინ რომ მივდივარ და აი თუ ეხლა უკან თუ მომიწია თასო მე ვერ ვუზნობ და ამიტომ მივდივარ თუ წინ აი სიმბოლურად წინ და წინ მივდივარ. ხო ხტები აი ეს. უკანია რომ ჯობდეს. ვაშა ის დაფჭებული მაწონი არ გადააგდა ხო? გადავაგდე ელენე, მაგრამ ეთყობა ისე მოვბრუნდა. კარგი სუნია ხო? პალატას ახალი სუნა მოდავასხი ატმის არომატი. ხო, ატმის თუ ლეშის. აი ხა თქვენ როგორ ხართ რა შევით აბა როგორ დაისვენეთ? კარგად ჩვენ ესპანეთში დავისვენეთ ხო? კარგი იყო თქვენ თურქეთში დაისვენეთ ხო? თურქეთში დავისვენეთ კარგი იყო თურქეთში. კი რა თქმა უნდა კარგი ლაშა ისე მომეწონა ისეთი სტუმართ მოყარე ხალხია რომ აღარც კი მიშვებდნენ იქიდან ხო? მართლა და ამინდები კარგი იყო. ნუ მე რაც ვიყავი ყოველ შემთხვევაში სუნძე იყო კი. კი. მინდა ხათი წეკი ეთყობა მზეზე რომ გაფუჭდი. სიძვირეა? თურქეთში სიძვირეა? სიძვირე? კი, სიძვირეა. 2 საათში 1000 ლარი ისე დავხარჯეთ 1000-ზე ვერ მოვედი. ვაიმე, ესპანეთი ისეთი იაფია. აი მაგალითად აქ 1 კილო ლეხს ხო იყიდი 3 ლარად. იქ 1 ევროდ. აბა 1 ევრო ნეტო. ანია ძალიან მაგარი. მიმუშები აქვს ადგილზე რო გასიზო. ანისე ხანგია. ძალიან კარგი. ისა ბატონი ფრიდონი არის. ფრიდონზე გაუდღება ესე კარგად ისვენებს რომ ვეღარ ჩამოვიდა და ჩაუდენსაში თანაც ის ნეკნი აწუხებს და მოიჯო ნეკნი და თუ აწუხებს. ნეკნი სკუტერიდან გადმოვარდა. ძალიან დიდი სკუტერი ყვა ესეთ ძროხასავით დიდი. ვა ბავშვი გენაცვალე ბავშვი როგორ ხარ ეს ბოდიში ხო აი მე ხა ვერ გაკოცებ ბოდიში დამწვარი მაქვს ზურგი მე ოქტომბერში გაკოცებ ხო ის დეიზებადა ვაიმე რა თქვა ელენე ესულე რამე შენ შულს გააგდე აქედან ნიკა დიდიკო ადი ოთახში გზავრობა მისე დაღალა კი ხო იცი ხამხელა გზა იქით დევიღალე ოთახში არ მინდა და ჩაკეტილი ოცნა პატრიკეთშიც მომბეჭდა და აკი ესპანეთშიო თქვენი მასხარად დასაგდები ვარ ამხელა ხალი ამხელა საჩუქარი ჩამოგიდან ღირსებია და ხატრო უკან წავიღო მაგრამ ჩემი გული რა ვთქვი როგორი კეთილი რაო ელენე მეგეწონა ესპანეთი ნიკარა აგინდა ხოჭა ბოქი კარგი ბოქი ხარ შენ კარგი ბოქი ხო რა იყო რა საჭირო იყო ხა ეს ტყუილი დადმარო დადექი და რაღაცებს რო გვატყო ვითომ ესპანეთში სად დაისვენეთ რომელ ქალაქში დაისვენეთ ეს ხო ესპანეთში ვიყავით ესპანეთში ხო რომელ ქალაქში სპათაშორის ეს იმერული და ესპანური კილო გაავს ერთმანეთს აი ბასკები ხო იცი შენ რა ბასკები ლაშა ჩვენ ოზურგეთში რო ვიყავით ერთი იმერელი კაცი ზუსტად ოზურგეთშიო ხო? და თეკლა შენც მოიტყვი არაქრცხენია როგორი მაწყარები ყოფილხარ ხალან ეხლავე დაურეკავ ფრიდონს და ბეთყვი რა მაწყარა რა მასხარებიც ყოფილხარ მთელ სათი ჭალაში მოგჭრით თავს მოიჭრა რაო სარტი რაოდესა სათიჭალა ძალიან ბევრად ჯობია ოზურგეთს და პატრიკეთს ხო მართლა ხო ბიჭოლა ხა ნუ ბიჭოლა რითი ჯობია რითი ჯობია დამაგებინე თქვენთან ყოღოები ხო იყო არა არ იყვნენ ჩვენთან იყო ამას უყურე ყოღო გაინტერესებს შენ ყოღო იყო თუ იყო
ხალხი მე რომ თურქეთის საზღვარი რომ გადავყვეთე შემთხვევით და რომ დამიჭირეს იქ საკანშიო ჩამწეს იქ იყო ყოველგვარი იჭირეს სუკერ დამიჭირეს მე გამომმა დეპორტეს როგორი მატყუარები და მასხარები ყოფილხარ მე კიდე ვიფიქრე მოვენატრებოდი ბავშვებს შევალ გავახარებ ჩემი მისვლით მეთქი გამოვაგროვებ ნახევარ კილო კარტოფილს და გაუხარდებათ მეთქი მაგრამ თქვენ არაფრის ღირს აი მე ჩამოვედი იტალიაში ვიყავი. იტალიაში? რა გიდა? ეხა აფერისტობა და რაღაცა ბატონო. რო დამძღარხარ, რო გიყვარე, რა ვიქვალეთ? ჰა, რა გინეთ? ბოჭორასავით რო გიყვარე? რა არის, მათაყვა თუ რა? ჰა? უკაცრავად. არა უნდა წავიდე მე შემიძლია მაცხვარებთან ყოფნა არა ბატონო აღარ ზანდებოდი წამოდი ეხლა ადეთი ჩვენ წავიდეთ რა არ მინდა ამ მართლა მატყუე დადგა და რაღაცებს გვატყუებს და იმაშები ვინ არის შენ ახარ მატყუარა ხარ დამწვარი სუნიანი დეპორტირებული და ნასამართლები შენი ვიზა შემატყუარაო წამოდი პაატა წამოდი ის ანდა დარჩი ჯობია თორე ისეთი სუნი აქდის მე ოთახში ვერ გავჩერდი შავალ მე მაწონს ამოვიდან კარგ მაწონს წავედი ფეკლა წავედი მე შევიძინე აქამდე დეგედინა ხო დაისვენებდი ესპანეთში თეკლა აი მე თეკლა მაპატიესი ძალიან არ უნდა გამომელანძღეთ მინდა ცოტა მოიტყუეთ ბავშვებმა ვაი მე ჩვენ გვაპატიეს პირიქით ნუნდი და არ უნდა მოგვეტყუებინა აი ეს ხილი ოზურგეთშია დაკრეფილი თქვენ ჩამოვიდეთ დიდი მადლობა მე რო ქვაჩამოგიტანე ხო გახსოვს ესა შემთხვევით გისმენდით თქვენი საუბარი გავიგონე და მეც მინდა ბოდიში მოგიხადოთ ამ ყველისთვის რომ იმიტომ რომ ძალიან ცუდად დავისვენეთ და აი ხო ხვდებით ვაი მე ლაშა მოიკითხა ჩვენ საერთოდ არ დაგვისვენია ისე ძალიან მომენატრეთ ყველა ჩვენ ძალიან მიყვარხართ ხო და კარგი იმერული ღვინო მაქვს ჩამოტანილი შევიდე ჩემთან და დავლიოთ რა რა ღვინო თუ მომესმა თუ რა ხა რა ღვინო მოგესმა არაფერი ხა შევედი მე და დავწები დავიძინე არა სადაა ღვინო რა ღვინო რის ღვინო ხო წავედი მე წავედი რა სიზობ შენ არ შემოხვალ კაპატარეს ვიდია ჭელა ხო შენ ყველაფერი გიხდება დედაგენაცვალ მე ვიუდი მომხატა სიცი საწანკი ხარ სადა აგარაში რასოც და ფრიდონის გასახი ხელში რომ გიჭირავს მაგას ხო აი ეს გავაშტეთ დედა ავახოთ და მოწესო თაკხმელი ჩავდე ჩვენ ჩართაში არ ჩავდე რომ სუნიავა მეთქი და აჰა უი წვენი გასულია შვილო არა კვერთხები გადახით იყოს ჩანდავს მაგრამ არაფერი არ უდეს და შევაგდები და შევაცურა ფესზე აი აი თავი გაგიხმა ფრიდონშე და კარგი სახში რო არ არის აბარა წყალი რო არ მოდის წესიერად ვერც ვალაგებ ლაშაბიძეს კიდე არ გაუღვიძია? არა, ლაშაბიძიამ თქვა დაღლილი ვარ, მარტამდე არ გამაღვიძოთ. ხო, რა სუნია? ხო, ნიკა მაწონი დაგჩენია გარეთ. და გაფუჭებულა. ჯანდაბა რა ეს წყალი რო არ მოდის რა პატრიკეთი და მესიზრა და ვიფიქრე წყალს მოუყვები ამ კოშკს რა სუნია მე რას ვიყურებ მე რა შორშორ მაწონია გაფუჭებული და მაგის
მე კიდე რა არ ვიფიქრე. ნიკა, აბა ეს გასინჯე, სუნიც გემოსიგეთი როგორიც სუნი? მიდი გასინჯე. ნიკა, მიდი რა გადააგდე ეგ მაწონი. მე მიჩვეული ვარ ამ სუნს. პატრიკეც საძინებელში სულ ესეთი სუნი იდგა. ბავშვი თუ მიჩვეულია? იყო სახში. მე შორს გადავჯდები და ეგ არის რა. აუ, კარგით რა ხალხო, ვინმე გადააგდეთ ეს მაწონი. ნიკა, ეზოში ჩასვლას ხო აპირებ? არა, ეზოში რო ჩავიდე ბავშვები დამცინებენ და არა. რა მაგარია, სწორად ქვიწიანდება. მე წავედი ეზოში. ვაიმე თეკლა, როგორ გარუჯულხა? შენ. როგორ ახარ თეკლა? კარგად, თქვენ? რა გიცი, კარგად. რა? კარგი ელენე, რა შენ მაშინაც ორსულად გეგონა, ლაშას ნამცხვარმა რომ მომწამლა. ხო, და სად იყავით, სად დაისვენეთ? ხო, კარგად დავისვენეთ. ხო. და სად? თქვენ სად იყავით, როგორ დაისვენეთ? ჩვენ თურქეთში. ძალიან მაგარი იყო. თურქეთი კარგია, კი. ნიკა, შენ რო ამბობდი თეკლა ძალიან მომენატრა, მიდი და ჩაეხუტე. რაიმე, ნიკა, როგორ დაისვენე? იცი რა არის? რაიმე, ძალიან კარგად, ხო, დედიკო, ძალიან კარგად დაისვენა. რაიმე, ნიკა, რა არის? ოღონდ გიკვინა? ებმა. ვერ გავიგე? კოღოებმა. კოღოებმა უკვინეს? კი, არ უკვინეს, დაგლიჯეს. ლაშა, შენ როგორ ხარ? პატა მთელი ზაფხული შენ გახსენებდა. მოვენატრე ალბათ. არა. ხო, ეს მდინარეზე დიდი ბაყაყი იყო, ლაშას გავსვა და ლაშა დაარქვა. რაიმე, თეკლა იმდენი მაქვს შენთვის მოსაყვანი, საღამო შემოიარე და ბევრი ვიჭორაო. კარგი. ერთი წუთით. ხოდე? ბოდიშ თეკლა. ხო, რატომ შემოვედი? პატა სამწორი აქვს ზურგი და მაწონი ხომ არ გაქვთ? კი, მაწონი, რა პრობლემა? აი თეკლა მაწონი. რაიმე, დიდი მადლობა, ლაშა, გამიქცევი პატას უშველი. უშველი და რო წავუსვამ მაგ მაწონს. მე საღამოს შემოირბინეთ, მოვყვეთ, ძალიან დამაინტერესა იმ ბაყაყის ისტორია. კარგი. დროებით. მადლობა. დროებით. წავიდა თეკლა? კი, დევიტანჯე. საღამო შემოვალ და ვიჭორავთ, როგორ დავისვენეთ. ნუ ეხა მე ვერ მოვყვები როგორ დავისვენეთ. ნიკა კიდე ვერ მოყვობა. ხო და ისე ელენე სასწრაფოდ უნდა მოვიფიქროთ, სად დავისვენეთ კარგად გიმას. რა მინდა ლაშა მოფიქრება? პატრიკეთში სულ მაგაზე ვფიქრობ. ესე იგი, მოდი ახლა თქვენ დაგათვალიერებინეთ ჩვენ სახლს. მოკლედ ეს არის ჩვენი სამზარეულო თან მისაღები ოთახი. მოდი ახლა ყველა ერთად წავიდეთ და დავათვალიეროთ ჩვენი საძინებელი. აბა წავიდეთ კვერცხებო, ყველა ერთად წავიდეთ. კარგით, მაშინ მოდი დედიკოს დაველოდოთ და მერე ყველა ერთად წავიდეთ. დედიკოს დაველოდოთ კვერცხებო და ყველა ერთად წავიდეთ. მოდი, ეს არის ჩვენი საძინებელი ოთახი. ვედი, ფხილად. ოპა, მოდით კვერცხებო, მოდით. ესენი ჩამოსულა. პატარა კვერცხებს იავნანას არ ვუნდა. კარგი, თეკლა, რა მოგივიდე, ერთი იავნანა რა მოხდა? რამე ვიყოთ, მე რომ მოგტასოს ეს კვერცხები, ხო ხდება, მე რომ ვიპოვოთ, ხო უმღერებ და გაახსენებ და ჩაგეხუტებია რა გჭირს ხა. ერთი იავნანა რა მოხდა, გავიგე რა. ვაიმე, ჩამოსულა ჩემთხოვი დავრეკე გულზარი და როგორ ზანდებით ქალბატონ მომუკა, როგორ ზანდებით?
მოდი თქვენ ასე დაგმალავთ თორე გადაგსანსალავთ ეს როგორ შეცვლილ ხარ, როგორ გამხდარ ხარ, როგორ გაროჯულ ხარ. მოკლედ როგორ ჩაქცვენია თვალებიც არ მოწოს, დედაშვილო ხომ კანგათა ხარ? კი კარგად, თქვენ როგორ დაისვენეთ? აი, მე არაჩვეულებრივად ნუ მკითხავ, ამაზე უკეთესად არ დაგეცვენოთ თქვენ. და სად დაისვენეთ? ნუ მკითხავ რა. მაინც სად დაისვენეთ? ხო გითხარი, ნუ მკითხავ მეთქი რა, გამოიწვია. პატა, ეხლა შენ მითხარი როგორ ხარ? რა ვიცი, მე ძალიან გამიხარდა ქალბატონ ნუნუკა, თქვენი ნახო უბრალოდ ზურგი ისე მაგ დამწვერო სახე მაგ დაჭემულ და მიმიკით ვერ გეფერებით თორე. მიმიკით წორი აქვს ზურგი, ნუ მდეი და არ ატკინო. ვაიმე, რატო უნდა ვატკინო? არ აქვს ცხენია, პატა, ამ ხელაკაზე კანძეზე. ძალიან წკივა დედა. კარგი, არ არის ასე სანერვიულო დაწმადი ქალბატონო, ასე ძალიან ნუინერვიულებ, დამშვიდით ყველაფერი კარგად, ასე ძალიან ნუინერვიულებ, ხო. მე მეშინია, რამე სერიოზული აქ ჭირდება, არ გიმალავდნენ. გასაგები არ იქა. ნუ მდეი და დაბძანდით. კარგი, თეკლა დასაბძანებლად საცალისე თუ ჩამოვჯდებით ცოტა. ჩამოვჯდები, ხო რა ვიცი და დაბძანდით, ეს შეიძლება გავიხო. ვაიმე, ნახე, შეამჩნევდი ალბათ ხელსარიელი არ მოსულა. ვაიმე, რატომ შეწუხდით ნუ მდეი? ესე მომენატრე, თეკლა სადაც ვისვენებდი, იქიდან ჩამოგიტანე ქვა. და ციცილს რო შეწვავ, ამას დაადი და კარგად შეიწება. ვაიმე, დიდი მადლობა ქალბატონო, სხვათა შორის ჩვენს ჩამოგიტანე საჩუქრები. საჩუქრები. ხო, აი იქით ტომარაში. მართლა ხო, ტომარა გვაქვს კენჭები და სადეს რო გავაკეთეთ, მოვაყარეთ ხოლმე ეს კენჭები. ძალიან დიდი მადლობა. ისე ძალიან გემოვნებით არის კარგია ხო? კი, რიხის კარგია ხო? ბატა, მოდი მომიყედა. რამე ახალი მომიყედა. მოდი. ხელის ქნებები ის ქალბატონო. მოგიყვეთ დაუცი. უიმე. რა? ქალბატონო ნუკა. ის თქვენ მეყვეს ხები მაქვს. ვაიმე. იახ, მართლა, ჩიტის ყვეცხებია. ხო, ჩიტის ყვეცხები მაქვს. ხო, არ არ ძლაკა, მოდი გაწოდე. მე არ გიდა ის იქნება არ გიდა რა. ნახე რა საყვარელი კვეცხი რა. უი ჩიტის კვეცხი. არ გიდა ხელი არ. რა კარგია ჩიტები ყოლია და წავალ ახლა მეცი რა. ხო და მე შემოგივლით. კარგად. დიდი მადლობა ქვისთვის. ნახვამდის ქალბატონო. გითხარით ეკლა რო შემოდიოთ აქ ჩაკეტე რა, კარი ჩაკეტე რა. უფ. ზურგი ხომ ეწოდა რა, იმდენი მიტყამ ბეჭებში რომ ეხლა კიდე ძოლები მეწოს უკვე რა. აღარ შემიძლია, მიდი ეკლა რა იქ წამოწები და მოდი მაწონი წამისი თორე აღარ შემიძლია. კარი დაიხადა ტერანგი და წადი. ხო, მოდი. არა, აქ რანაირად წამოწ. ვაი. ვიცი. გაიხადა რა. წაიღე, რას მიყურე, წაიღე. ვიცი. ვაიმე რა კარგია წამოწოლა, ვაიმე როგორ და მიდი, ოღონდ არ შენახო ისე წამისი, არ შემეხო. და ისე როგორ წაგისვა? ხო, მიდი წამისი. თუ რასუნია? ხო, ეთქმა ნაგავი მიაქვს, მიდი. მიაქვს თუ მოაქვს? არ ვიცი, ეკლა წამისი, მიდი ხო წამისი რა. და თუ მე მგონი მაწონია გაფუჭებული. კარგი, რა დროზე გარი წამისი ზურგი და ძალიან შევისუნი აქვს. წამისი ეკლა მაწონი ძალიან. გაფუჭებული. არა უშავს ეკლა. ოგი. ვაი აქეთ. ხარდე აქეთ. ცივი. ვაი რა კარგია, ვაი კიდე მიდი ხარდე. ვაი კაცო გიშვევა? აქამდე ხა ზურგი ხომ მეწოდა, ხა მეწვის ცხვირის ნესტოები და მაჩვენ ერთი. რა არის ეკლა ეს რასურია? საიდან მოიტანე რა არის? ყუდარის როხა მოწოლე თუ რა არის? აიღე, რა შეხედე. აი, მე რა მეგონა და თურმე რა ყოფილო? ჰა? ყოჩა. ვაშა რას უყურებ? ელენე ისე მომენატრა ტელევიზორის საშლელებზე გადაცემაც კი მაინტერესებს. ვაშა დასვენებას ნუ მახსენებ. აუ, ხო გახსოვს თუ ვინმე მკითხა, ვისვენებდით ესპანეთში.
კარგი რა ელენე, სირცხვილია რა, ეხლა ამხელა კაცმა როგორ მოვიტყუო რა. რა ესპანეთი მე თუ მკითხავენ მეთქვი რომ აბა 15 წუთით მაინც იყავით. შუასხაში როგორ ჩაგეძინა მართლა? როგორ ჩამეძინა და ეხლა რა მოხდა გითხრა რა, ესო ლეივზე ხო ვიყავი, წამოყვი მე ვერ ვჯდები. ლეივზე ხო ვიყავი, წამოწოლილი და წარმოიდგინე ხა რა ხდება, არაფერი ზღვაში სიცარიელე უაზრობა სივრცე რაღაც. თან ეს ლეივს ხო არ წევს ეს ტალღები და მოვითენთ ხო თენთავს ეგ წევა საერთოდ ხო და მოვითენთ ხო ხდები მოვითენთ და რა გავაკეთო უყურებ მედუზები რა მედუზები ესე წყალში და ესე უყურებ ამ მედუზებს ესე ამოვლენ იბერებიან ესე იბერები იფუშებიან ხო ხდები და ესე უყურებ ამ მედუზები ესე იბერებიან აქ თბილისში კოღოები არ მკვენენ. მე პატრიკეთში არ მკვენენ კოღოები. ლაშაბიძია, კოღო სისხლს წოვს, ქონს კი არა. ხათაშორის მეც მიკვინა კოღომ ტუჩზე. მაგინა გიხდება პუტკურა ტუჩები. აუ მართლა როგორ მომენატრა პატარა ოთახები. პატარა კიბეები. პატარა სპილო. Pumpula divani. ვა, ციგნები. ასე თუ მემენატრებოდა არ მეგონა. რა მემენატრებოდა? დედა ლაშაბიძეს უთხარი რომ რა დამცინის. კარგი რა ლაშა, რატო დაცინი? ვერ გავიგე. რეიზა დაცინი ბოშ. მე თუ წელს კლასში ჩავჭირთოდი არ მეჩხუბოთ ისეთ ადგილას დამასვენეთ რომ აუ დამცინებენ ბაღნები კლასში აუ რევს ლაპარიკო კარგი მე წავედი ელენე სამონტები თვითონ დავიშვენებ და 6 საათზე გამახვიდე რა იყო ელოდები ვინმე არა ტელევიზორში 6 საათზე მყრები უნდა გამოაცხადონ და ნო კარგი იყო დედას გეფიცი. ატა. აი მე თეკლა რა გამიკეთე ეს რა არის? მე ბოდიში. არა უშავს ხო და გითხრა მე რა მოხდა მე გამეღვიძა. ხო და რო გამეღვიძა ეხლა ვიფიქრე რომ ის რა ქვია. რა გავაკეთო მეთქი ხა და მომში წყალმა ხო მოშება იცი საერთოდ ხო და რა ვქნა საჭმელი საიდან და დავინახე იქ სადღაც სიმინდი ტივტივებდა მოხარშული სიმინდი ტივტივებდა და რა ვქნა ეხლა ცოტა ნაკვეთშები კი ქონა მაგრამ მაინც ავიღე ხო ხდები და ავიღე იქ წყალში ამოვავლე წყალში ჭამე გადამიარა და ამასობაში თურმე თურქეთის საზღვარი გადაუკვეთე ხო და აი ესე ასე სულად არ დამისვენი არასდროს მაგრამ ყველაზე ცუდი რა მოხდა ზურგი ხო დამეწო საშინლად ხო და რო ჩამეძინა თურმე პირი დამრჩენი ღია ხო ხდები ესე ეს მეძინა რა ხო პირია ხო და ხახა დამეწვა თეკლა შენ ულამაზესი ხახა დამეწვა შენ ხდები ახლა რას გელაპარაკები საერთოდ ვაი პატა გინდა რამე მოგიტანო აისბერგი მომიტანე უნდა წამოვწე და ვიკოტრიალო არ მინდა არაფერი არ მინდა აი წამოვწები და სული შემიბერე აი კისერი მეწვის საშინლად რა აი მე მოდი წამოწები ნელა ხელს უმკიდებ არ მინდა არა მოიცადე აუ ესე როგორ წამოვწია მოიცადე ერთი წუთი აუ რა კაია წამოწოლა აუ როგორ და მიდი შემიბერეთ ეხლა მიდი შემიბერეთ სულები აი კისე ნელა ჰო მიდი უჰუ კარგია ცი ხო თან მელაპარაკე მიდი პატა ორივეს ერთად ვერ ვიზამ რატო ეხლა ხო რატო ვერ ვიზამ ხო მელაპარაკებია რა კი ხო და თან სული შემიბერე მიდი ეხლა მიდი უჰუ ეხლა ძალიან ცელი ვარ კი ხო ესე ზამთრამდე თუ ესე ვიქნები გადასახადები მოგვივა ცოტა ხედავ ყველაფერს და თავის პოლიუსი ხო მიდი შემიბერე ვაი რა კარგია ვაი ვაი რა კარგია მიდი თეკლა მიდი უჰუ გორმეტის ვაი კარგია რა კარგია წამოწოლა და სულს რო გიბერავენ თეკლა მიდი თეკლა აბა რა იყო კარგი ვერ გავა თეკლა გაუხმეს ფრიდონს რა ხელა ქალთმა მათქევინებ ეს ამ თავის ჩანს აი რა დე ნუ ან ზღავსო დუ ისედაც ნეკნი აქვს გატეხილი ვაი
რაიმე დედა როგორ მეცოდება საწყალი? მეტი უნდა მოსლო და ტექნიკა უნდა გაეტეხა ძროხას, ფეხით უნდა სახეში მოერწყა. კარგი რა დედა. კარგი კი ხო, კაი გაჩერდები, კარგი. ისე იმ ძროხასაც რა დაემართა, რატომ დაარტყა? რა დაემართა შვილო და რო დადგან შუა ეზოში და სისულელების რეპეტიცია რომ დაიწყო, მოეშალა ნერვები ძროხას უყურა და მოარტყა მე. მე სიგიდე ხვაპინები აქეთუთ დამასრო უბრალოდ. ხომ გითხარი მასენ ულაპარაკობ მეთქი არა მეცოდება. დედა საწოდების კერე ჩვენა ვარ. ადრე წამოგვიყანა სათიჭალიდან როგორ კარგად ვისვენებდი. თანამწამლებით მანამდე დაერწყა იმ ძროხას და საერთოდ აღარ წავსულიყავით. რატო რა მოგეწონა სათიჭალის? ასე საშინლად არასოდეს დამისვენია. კარგი რა ინდირა, კარგი რა გაიხსენე შულო მე შენ და ემზარმა რომ დავისვენეთ გდანულაში. კარგი რა დედა, იქ ჰაერი მაინც იყო. სამაგიეროდ აქ ყოღოები არ იყვნენ. ყოღოები იმიტომ არ იყვნენ, რომ უფრო დიდი მწერები ჭამდნენ. ვაიმე, კარგი რა ნუწოწუნებ დედიკო. იცი როგორ მოგიხდა სათი. აუ რა ჯანდაბა, უკვე მესამე წელია ახალი წლის ღამეს მე მიწევს მორიგეობა. ო, საშინელება, ვინცის ჩემები როგორ მელოდებოდნენ. მაგრამ რას ვიზავთ? თავარია ბავშვის ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა. დანარჩენები სად არის? მიმღებში. ჩივილები? ელენე ტორონჯაძეს, ნიკას დედას აღენიშნება გულის მცირეოდენი არითმია, ნერვიულობის ფონზე. მალე შევატყობინოთ ჯობია რომ ბავშვის ოპერაციამ კარგად ჩაიარა და კარდიოლოგთან გავუშვათ. დანარჩენი? ლაშა ტორონჯაძეს აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების ძლიერი დამწვრობა. პირველადი დახმარება აღმოჩენილია, შეიძლება საოპერაციოც გახდეს. ისე ბეწვზეა გადარჩენილი. რა საშინელებაა გუშინ ცოლი შეურთავს და დღეს ასეთი დღესია. აბა, როგორც ვიცი, პატაფერაძეს ჭრილობა დაუმუშავეთ. კი, და ახლა დანიშნულებას ელოდება. ხო, მართლაც რა ბედი გქონიათ. ამ ახალი წლის ღამეს ესეთი უბედურება. და ჩვენ მუშაობაზე ვწუწუნებთ. ხო. ეხლა ყველა შევატყობინებთ, რომ ნიკას ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა და დანარჩენებსაც მივხედავთ. ხო. ახალ წელს გილოცა. უკვე 12 საათია. მეც გილოცა. ნიკა. როგორ ხარ? ნიკა. გამარჯობა, ნერვიულობთ. ნიკას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, უბრალოდ ახლა სიმშვიდე ესაჭიროება და სამწუხაროდ პალატაში ვერ შეგეშვება. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა ექიმობ. ეხლა თქვენს მოგხედავთ. ელენე, თქვენ თუ შეიძლება გამომწვევით კარდიოლოგიის კაბინეტში, ლაშა თქვენს. ბატა, თქვენ ცოტა ხნის უნდა დაგველოდოთ, თერაპევტს გამოვიძახ. კი ბატონო, დაგველოდოთ. გაშვები, ლაშა. ხო, საყვალება. ხო. ნიკა კარგად არის კი. ხო, კარგად ჩაიარა ოპერაციამ. ხო, მეც ახლა ჭრილობა დამიმუშავეს და თერაპევტს ველოდები, ხო. არ ვიცი, გონი მესამე სართულია. რა არის რო? აქ ხარ? სად ხარ? სად? მოდი, მოდი. როგორ ხარ? აქ ვარ და აღარ სათანწავა. სახლი. ელენე, ტელევიზორი. ტუალეტი. დავიხარე. აუ, წყალი არ მოდის, არა და სურამიდან ვითმე. გარას უყურებ. უნიტას უყურებ, მომენატრა. ლაშაბიძე, ნახე სიმაღლეში მოვიმატეს. მოდი. რა? მოდი. მე რაღაც მოვიმატებ ნიკა. შენც მოვიმატეს სიგანეში. შენ ეხლა ელენე, რო გეუბნებოდი რაღაც გრჩება მეთქი, რაღაც გრჩება. აი, ეს ჩანთა დაგვრჩენია ამ ხელაჩკი. ლაშანეტა მაგ ჩანთის მაგივრად მე დავრჩენილიყავი. რა გვინდოდა პატრიკეთში? რა გინდათ, მე მომეწონა, მშვენიერი ბუნება იყო. სად იყო მშვენიერი ბუნება? სადა? გზაში მშვენიერი ჭადრის ხეები. დედიკო, მიდი გადი აივანზე, სუფთა ჰაერით ჩაისუნთქე, მე მანამდე დედას დაურეკა, ვეტყვი რომ ჩამოვედით. ლაშა. ვეხი როგორ იყო? და ჩვეულებრივად არეკი.
დეი ნახილაშები დაეწყო მიჩოვილია სოფელში რო ასე ეკავდა. Ata, nu წუწუნებ, გაგივი. Არგი რა, წუწუნებ რა არის, აღარ შემიძლია ზურგი ისე მეწვიდი და ნუ იწუწუნებ, მე წუწუნებ ჯერ ესეთი რა ლაპარაკი, ვაიმე ხელი გამიშოვში მე ხო, პრინციპში მე წუწუნებ, აბა მე იცი რა წუწუნებ, იმიტომ წუწუნებ, რომ მთელი ზურგი მაქვს საშინლად დამწვა. რა გინდო დამზეო, რატო დამწვი, რა გინდო და ვერ გავიგე, ჰა? ატა, ეთყობა მზეს შენი სილამაზის შეშურდა და იმიტომ დამწვა. არ გინდა ეხლა, არ გინდა თეკლა რა ეს. ატა, ამდენი ქვა რატომ წამოიღე, გამაგებინე რა გინდოდა? რა? ამდენი ქვა რატომ წამოიღე? რა გინდა, რა ლამაზია, მე მომწონს ძალიან მომწონს. თეკლა ნახე ჩვენი ცუდი დასვენების სანაცვლოდ ბუნებამ საჩუქარი გაგვიკეთა შეხედე ბატა ბუნებამ საჩუქარი კი არ გაგვიკეთა რომ მივდიოდით და გითხარი აივნის კარი არ დაგჭეს ხიამით კი დაგჭა და რომელიღაც ჩიტმა ბუდე გაიგე ვაიმე თეკლა რა მაგარია ნახე ერთხები თეკლა აუ რა მაგარი ეს რა ვქნათ იცი ესენი შევინავთ მე გამოვჩეკოთ მე მოუვაროთ და მე ბატონი გვეყოლება და წილად გაგვახსენდება როგორია ჰა კარგი ბატა რა წილად გასახსენებათ ისიც ყოფა მთელი ზაფხული ოზურგეთში რომ ვისვენებდით უაზრო ჩავედი საფში და ისიც შენ ლეიბზე ჩაგეძინა მე მზემ დაგწვა გადაკვეთე თურქეთის საზღვარი და 1000 ვარით დაგაჯარიმო. კარგი თეკლა რა მოგივიდა თხოვ თუ გიყოლვარ დავიტოვოთ რა ძალიან თხოვ. შენ ხო იცი მე როგორ მიყვარხარ. შენი გულისთვის ზურგზე ერბოყოლ შევიწო ოღონ დედას ფიცავარ მართლა შევიწო. მართლა გეუბნები. კარგი თუ. კარგი ხო კარგი დავიტოვო. შენ რაკენა ვიშონებდი პატრიკეთში. და როგორ მომენატრეს ლაშიკო ვიცო როგორ ახავი როგორ ახავი დაჯეკი მოგვიყევი ეზი და ახსება რა ამბებია როგორ დაისვენეთ როგორ დაისვენეთ ძალიან კარგად მე ბავშვები და ფრიდონი ვიყავით ოდესაში უკრაინაში არაჩვეულებრივი დასვენება გამოგვივიდა თქვენ სად იყავით სად დაისვენეთ ჩვენ მაშინ ესპანეთში ეს შეტატუჩი რატო გაქვს ესე გასიებული? რა ქვია? რატომ და ესპანეთში ხო ვისვენებდით და იქ დავიბერე დროებით მოდაშია და კი მოდიან და პირდაპირ გიბერავენ ესე. კი ფაქტიურად მოფინავენ ისე ჩქარა მოდიან. კი. ისე მომენატრეთ ელენე ისე მომენატრეთ თუ საჩუქარი ჩამოგიტანეთ? ჩამოგიტანეთ არაჩვეულებრივი რიყის ქვა. ვაიმე რატო წუხდებოდი? რა შეწუხება ელენ, რა შეწუხება რომ მქონდა თქვენთან გზაში შემხვდა თეკლო და გამომგიჭა ხელიდან და შეიტანა სახში. რომ მე შეგედა გამოვარდე გთხო. აუცილებლად გამოვარდე, აბა რა ხე ერთი რიყის ქვა სახში ოჯახში უნდა იყოს. აბა ისე აბა. კი, ხო აუცილებლად. ოჯახში ყარა არის რიყის ქვა თუ არ გინდა. როგორ ხართ? ესე მაჯო. როგორ ხარ გამარჯობა ელენე იცი არ გვინდა ეს ხელის ჩამორჩევა და რაღაცა შორიდან მივესალმოთ ესე ერთმანეთს შევიდე რა აბა როგორ რა სუნია სუნია რამე? არა რამე სუნია ეხლა? აუ მე ვერ ვუძლო ყოველ შემთხვევაში შენ ვერ გძნობ? მე ვერ რა ვიცი რა სუნია ეხლა რა არის აი ყოველ შემთხვევაში წინ რომ მივდივარ ესე წინ ხო ხტები ვერ ვუზნობ წინ რომ მივდივარ და აი თუ ეხლა უკან თუ მომიწია თასო მე ვერ ვუზნობ და ამიტომ მივდივარ თუ წინ აი სიმბოლურად წინ და წინ მივდივარ ხო ხტები აი ეს უკანია რომ ჯობდეს ვაშა ის დაფჭებული მაწონი არ გადააგდა ხო? გადავაგდე ელენე მაგრამ ეხლა ისე მოვბრუნდა კარგი სუნია ხო? პატას ახალი სუნა მოდავასხი ატმის არომატი. ატმის თულეშის. ой ხა თქვენ როგორ ხართ რა შევით აბა როგორ დაისვენეთ კარგად მოგეხარო აბა ესე გადახე ინტერესო მაგრამ ხო რა როგორ დაისვენეთ კარგი კარგად ჩვენ ესპანეთში დავისვენეთ ხო კარგი თქვენ თურქეთში დაისვენეთ ხო თურქეთში დავისვენეთ კარგი ხო თურქეთში კი რა თქმა უნდა კარგი ლაშა ისე მომეწონა ისეთი სტუმართმოყვარე ხალხია რომ აღარც კი მიშვებდნენ იქიდან ხო მართლა და ამინდები
ნადირები კარგი იყო? ნუ მე რაც ვიყავი ყოველ შემთხვევაში სულზე იყო, კი? კი, მე. იმდე ხათი წეკი ეთყობა მზეზე რომ გაფუჭდი. სიძვირეა? თურქეთში სიძვირეა? სიძვირე? კი, სიძვირეა. 2 საათში 1000 ლარი ისე დავხარჯეთ 10 რძეც ვერ მოვედი. ვაიმე, ესპანეთი ისეთი იაფია. აი მაგალითად აქ 1 კილო ლეხს ხო იყიდი 3 ლარად. იქ 1 ევროდ. აბა 1 ევრო ნეტი. ანი აფი. 1 კილო დაიხარე ლეხუშენია. გადაიხადე. ძალიან მაგარი. მიმუშები აქვს ადგილზე რო გასვიძო. არის ხანია. ესეთი ალბათ. ძალიან კარგი. ისა ბატონი ფრიდონსაც არის. ფრიდონზე გაუდგება ესე კარგად ისვენებს რომ ვეღარ ჩამოვიდა დარჩა ოდესაში თანაც ის ნეკნი აწუხებს და მოიჯო ნეკნი რატო აწუხებს? ნეკნი სკუტერიდან გადმოვარდა. ძალიან დიდი სკუტერი ყო ესეთ დროხასავით დიდი. ვა, ბავშვი, გენაცვალე ბავშვი როგორ ხარ ეს ბოდიში? ხო, აი მე ხა ვერ გაკოცე ბოდიში, დამწვარი მაქვს ზურგი, მე ოქტომბერში გაკოცებ ხო ის. შეიძლება? ვაიმე. რა თქვა? ელენე ესულე რამე შეშულს გააგდე აქედან. ნიკა ძიდიკო ადი ოთახში. გზავრობა მისე დაღალა. კი, ხო იცი ხამხელა გზა იქით. დევიღალე ოთახში არ მინდა. და ჩაკეტილი ოცნა პატრიკეთშიც მომბესა. და აკი ესპანეთშიო, თქვენი მასხარა დასაგდები ვარ ამხელა ხალი, ამხელა საჩუქარი ჩამოგიდან ღირსებია და ხატრო უკან წავიღო, მაგრამ ჩემი გული რა ვთქვი როგორი კეთილი. რაო ელენე მეგეწონა ესპანეთი? ნიკარა, აგინდა. ხოჭა ბოქი, კარგი ბოქი ხარ, შენ კარგი ბოქი ხო? რა იყო, რა საჭირო იყო ხა ეს ტყუილი? დადმარო დადექი და რაღაცებს რო გვატყო, ვითომ ესპანეთში, სად დაისვენეთ, რომელ ქალაქში დაისვენეთ ეს? ხო, ესპანეთში ვიყავით, ესპანეთში. ხო, რომელ ქალაქში? სხვათა შორის ეს იმერული და ესპანური კილო გაავს ერთმანეთს. აი, ბასკები ხო იცი შენ? რა ბასკები, ლაშა, ჩვენ ოზურგეთში რო ვიყავით, ერთი იმერელი კაცი ზუსტად ოზურგეთშიო, ხო? და თეკლა შენს მოიტყვი, არ აქვს ცხენია, როგორი მაწყარები ყოფილხარ, ხალან ეხლავე დაურეკავ ფრიდონს და ბეთყვი, რა მაწყარა და მასხარებიც ყოფილხარ. მთელ სათი ჭალაში მოგჭრით თავს.